სალამ მეგობრებო, როგორც ხედავთ, მოусვინე ბევრის რჩევას, მათ შორის ბევრი თქვენთაგან რჩევას და გავაქტიურე YouTube არხი, დღეს პირველად ვთქვათ ვიდეოს ჩავწერ და რა თქმა უნდა, დაველოდებით თქვენს გამახმოვრებებს. წინასწარ გეტყვით, რომ არხი, რა თქმა უნდა, ძირითადად იქნება სპორტით დატვირთული, სპორტზე მექნება ვიდეოები, ძირითადად შერეულოთა ბრძოლებებზე ცხადია, თუმცა არა მარტო მიმდინარე აქტუალურ სპორტულ თემებს შევეხები ხოლმე. ნუ პრინციპში 100% სპორტულსაც არა მარტო, ზოგჯერ არა მხოლოდ სპორტულს, სხვა სერიოზულ აქტუალურ მოვლენებსაც გავაშუქებ ხოლმე ამ პლატფორმის საშუალებით. დღეს მიმდინარე აქტუალური სპორტული მოვლენა, რა თქმა უნდა, არის ევრობასკეტი, ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, სადაც ჩვენები გამოდიან და საწყის ვიდეოებს სწორედ ამ თემას შევეხები. დღეს მინდა ვისაუბრო ჩვენი ნაკრების პირველ მატჩზე, ევრობასკეტზე, ესპანეთთან. წინასწარ გეტყვით, რომ უკვე როცა ამ ვიდეოს წერ საქართველოს დათამაშები აქვს ესპანეთთანაც, იტალიასთანაც და საბერძნეთთანაც, თუმცა ცალ-ცალკე ვიდეოებს დავუთმობ თითოეულ ამ მატჩს. დღეს ვისაუბროთ ესპანეთთან მატჩზე, ესპანეთთან ბრწყინვალე გამარჯვებაზე და ნაკლებად შევეხები აქ უფრო მოთამაშეების გარჩევას, უფრო მწვრთნელზე მექნება აქცენტი გაკეთებული, ვინაიდან ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჩემი აზრით სწორედ ალექსანდრ ჯიკიჩი გახლდათ, რა თქმა უნდა, ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშა ყველა, თუმცა მწვრთნელის როლი ამ მატჩში უნდა გამოყვოთ. საერთოდ ასეთ მატჩებში განსაკუთრებით აღსანიშნავია მატჩი, მიაქციეთ ყველა მატჩი იყო პრინციპში კი სულ წინ ვიყავით, მაგრამ აი დიდი გაქცევა, მუდმივად თამაში იყო, თამაში რჩებოდა ესპანეთი და ასე მთელი თამაშის განმავლობაში შეინარჩუნო ლიდერობა და შევინარჩუნეთ პრინციპში ერთი მომენტი იყო, როცა ერთი ქულით გაგვაცეს და სულ ჯამში ალბათ 2 წუთიც არ იყო ისე, როცა დავუშვათ გვისწრებდნენ. ეს ყოველთვის აი ესეთი წნეხის ქვეშ თამაში და შენარჩუნება გამარჯვების აქ მწვრთნელის როლი ზოგადად ძალიან დიდია. საერთოდ მოდი ვთქვათ, რომ ჯიკიჩს საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია ნაკრების ჩაბარება, ვინაიდან გარდამავალი პერიოდია, ბევრი ლიდერი წავიდა ერთდროულად და ამ დროს რა თქმა უნდა რთულია. ვერ ვიტყვი, რომ მაღალი დონის კალათბურთელები აკლიაო ჯიკიჩს, ყავს მაღალი დონის კალათბურთელები, მაგრამ ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ყავს ნაწილი ნაკრებისა, მოკლედ მკვეთრი დისბალანსია რა დონეებში. დონეების შეურაცხყოფას კი არავის არ ვაყენებ, მაგრამ არის მაღალი კვალიფიკაციის მოთამაშეების და ყავს მოთამაშეები, რომლებიც არ გაცდენილან საქართველოს ჩემპიონატში, ბუნებრივია ისეთი კვალიფიკაცია მათ ვერ ექნებათ. ეს ზოგადად პრობლემაა მწვრთნელებისთვის. მწვრთნელებს ძალიან ხშირად ურჩევნიათ, რომ მოეყოლებათ ეს უმაღლესი დონის მოთამაშეები, მაგრამ ყავდეს ყველა დაუშვათ საშუალო დონის. ეს ასე ურჩევნიათ ხოლმე, ბევრად მარტივია სამართავად მწვრთნელისთვის. აქ სხვა მომენტებიც არის, ზოგადად, როდესაც თვითონ დაუშვათ შენ ხარ კალათბურთელი და ნუ თამაშობ საქართველოს ჩემპიონატში, სულ არ გითამაშია მაღალ დონეზე და უცებ შენთან ერთად არიან ვარსკვლავები, ღმერთები, ვისაც აღმერთებ და მათთან ერთად თამაშობ, იწევს მათი შეცვლა და ხშირად თითქოს აი გინდა გააქშიში რომ აი მათი ასე ვთქვათ გაკეთებული არ გავაფუჭო ან რაღაცა რა, აი რაღაც შენი თავის ის გაქვს ცოტა შიშით უყურებს შენ შესაძლებლობებს. როდესაც გუნდი დაკომპლექტებულია თანაბრად და თუნდაც ნუ იქნებიან და თუნდაც ყველა დაბალი დონის იყოს, აქ ყველა შედის შეცვლაზე და მოკლედ ერთმანეთს ცვლიან ძალიან თავამად, იმიტომ რომ ნუ მან ითამაშა რაღაცა გააკეთა, რაღაც ვერ გააკეთა, გამოვიდა, ახლა ჩემი ჯერია, ახლა მე ვაჩვენებ რა შემიძლია და ასე შემდეგ. ზედმეტი წნეხი არ არის. ასეთ დროს როცა ახლა ვარსკვლავები ყავს გვერდზე და შენ ნუ ძალიან სხვაგან თამაში, იქ საერთოდ არ გითამაშია ისეთ დონეზე, სადაც შენ პარტნიორებს თამაშობ. აქ ბევრად მეტია წნეხი და ეს წნეხი სხვადასხვის საერთოდ არ იგრძნობოდა ამ თამაში და ამის დამნაშავე წყალებში ამაში ჩემი აზრით იყო სწორედ ჯიკიჩი. ამაზე ვისაუბრო, რაც გულისხმობ, ნუ გავაგრძელოთ იმ თემაზე, რომ რა თქმა უნდა ხუთეული მაგალითად იცის დაიწყო ჯიკიჩმა, ხუთეულს არაფერი დაეწუნება, ასეთ ხუთეული შეახსენეთ, ხუთეული იყო ბოლდუინი, სანაძე, შენგელია, მამუკელაშვილი და ბითაძე. ნუ ამ ხუთეულს არაფერი არ დაეწუნება, ნებისმიერი ძალიან ბევრი მწვრთნელი ინატრებდა ასეთ ხუთეულს. თუმცა კალათბურთში ვიცით, რომ ყველაფერი არ არის, ასეთ ხუთეული არის ძალიან მნიშვნელოვანი ბენჩიც. აი აქ ვერ დავიკვეხდით, მოდი ვაღიაროთ ამ ხრივ ამ დისბალანსზე გულისხმობ. რას აკეთებდა ჯიკიჩი? ნუ ჯერ ერთი ცხადია, ხო,
მოკლედ არის ძირითადად შემდგომა არის ბენჩი, როგორც ყველა გუნდურ სპორტის სახეობებში და კალათბურთში არის კიდევ მესამე კომპონენტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ყველა სპორტშია ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი. უბრალოდ კალათბურთში მეტია მისი მნიშვნელობა. ეს არის როტაცია. როტაცია არა სეზონის განმავლობაში, არამედ უშუალოდ თამაშის განმავლობაში. ცვლილებები, ანუ მის თქმა მინდა. რა თქმა უნდა შეიძლება მითხრათ რომ ხო ფეხბურთში და რაგბიშიც ბავშვებს ცვლილებებს დიდი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ასე ვთქვათ, მაინც უფრო მეორე ხარისხოვანი იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდულია იქ შეცვლების როგორც რაოდენობა, ასევე იმ ხრივაც არის შეზღუდვა, რომ ვისაც გაიყვან ვერ დააბრუნებ, ნუ რაგბში არის გარკვეულ შემთხვევებში რაღაც გამონაკლისი, მაგრამ realობაში მაინც ასეა. კალათბურთში არანაირი შეზღუდვა არ აქვს. წელს და ბუნებრივია რესურსიც მეტი აქვს, ამის გამოყენების რესურსიც მეტი აქვს. ამას იყენებენ. ძალიან ხშირია ყოფილა შემთხვევები, რომ აი სწორედ როტაციით მოუგია რომელიმე გუნდს, იმიტომ რომ სწორი როტაცია, სწორ დროს სვლილებები. მოკლედ, ახალ საათს ამბობ და ამ თამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ეს. ჯერ ერთი მივაქციოთ ყურადღება, რომ ყოველთვის აი მოთხეულიდან ბოლდუინი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შენგელია, ერთი მაინც ყოველთვის იყო პარკეტზე. ისე აკეთებდა როტაციას ჯიკიჩი, რომ ყოველთვის იყო ერთ-ერთი მაინც პარკეტზე. ნუ ამას დავუმატოთ ძალიან დიდი როლი ამ ხრივ გიორგი შერბადინისა და ძალიან კარგია რომ შერბადინი ამ ევროპული ბასკეტის წინ არ წავიდა და დარჩავინაიდან მისი უბრალოდ გასაგებია რომ შერბადინი ისეთი აღარ არის და როგორც მარტო რომ იგებდა თამაშებს ძალიან ხშირად და უნიშნულოვანი თამაშები რომ მოუგია შერბადინს თავის ხრებზე რო გადაუტანია ნაკრების თამაშები ეს გვახსოვს ცხადია ისეთ შერბადინს და ისეთ თამაშებს შერბადინისას ალბათ ვეღარ ვნახავთ მაგრამ ისევ და ისევ შერბადინი არის ლეგენდა შერბადინი არის ორგზის ევროლიგის გამარჯვებული ორგზის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მრავალგზის ესპანეთის საუკეთესო ცენტრი ნუ რაზეა საუბარი და ბუნებრივია მისი ყოფნა აი იმ სწორედ იმ მოთამაშეებისთვის რომლებიც ბენზიარიან და რომლებმაც აი ეს ვარსკვლავებიდან შეცვალონ და როცა შედის როცა გამოდის NBA-ის მოთამაშეები შენგელია და შედის ეს ახალგაზრდა არც თუ ისე გამოცდილი მოთამაშე მისთვის ბევრად მარტივია წნეხი დაძლივოს როცა მასთან ერთად შედის დაუშვათ იგივე ასეთი გამოცდილი და ასეთი მაღალი კლასის ეს ლეგენდარული მოთამაშე ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შერბადინის როლი ამ ხრივ განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით არის ძალიან დიდი და ძალიან კარგია რომ ის ნაკრებში არის მაგრამ ესეც არ არის მთავარი მთავარი იყო აი მე რაც განსაკუთრებით მომეწონა ამ შეხვედრაში ჯიკიჩისგან იყო რა ეს ხალხი ძალიან იშვიათია ზოგადად ნუ კალათბურთი ძალიან დინამიური თამაშია ბევრი რამე ხდება ერთი თამაშის განმავლობაში და შესაბამისად კალათბურთში როგორც წესი თითოეულ მოთამაშეს შეიძლება ქონდეს რაღაც კარგი პერიოდი და ჩავარდნაც შემდეგ ისევ კარგი პერიოდი მოკლედ და ძალიან ხშირად მაგალითად წავიდა ხო მოთამაშის თამაში ცოტა ელოდება როდის სანამ მისდის თამაში იტოვებს და ცოტა რომ დაინახავს რომ უკვე ვეღარ მისდის და ხელი დაეღალა ასე როგორც ამბობენ ხოლმე ამ დროს ცulis ეს ზოგადად მიღებული პრაქტიკა, მაგრამ აი ეს სხვაჯორის ალბათ უფრო მიღებული და კარგია იმ დროს, როცა არ არის ასეთი დისბალანსი. როცა თანაბრად დაკომპლექტებული, ალბათ მაშინ ჯობია ეს გააკეთო. იმიტომ ნუ გასაგებია მოთამაშე თამაშობს, მისდის თამაში, უკვე დაეღალა ხელი, ხედავ რაღაც გაუფუჭდა თამაში, გამოიყვან, შევდივარ მე. ახლა მე შევეცდები, ესე ვთქვათ, გავკაჭო გუნდი, ხო? მაგრამ როდესაც ასეთი დისბალანსია და დაუშვათ იგივე მაღალი დონის ვარსკვლავებს მისდით თამაში უცებ გაუფუჭდა თამაში და გამოდიან და აბა მიდი შედი ახლა შენ და შენ გამოასწორე ეს ამ დროს წნეხი ცოტა იზრდება მიაქციეთ ყურადღება რომ ჯიკიჩი მოთამაშეებს ცული და ესპანეთთან თამაში აი პიკზე არ ელოდებოდა როდის ასე ვთქვათ დაეწყებოდა ხელის დახლა და ვარქვათ ასე გაფუჭება თუ ის თქვა რა ვთქვათ მოთამაშეს რომ აი ეს მომენტები აქვს ყველა ვინც კი შედიოდა მოედანზე შედიოდა ამაღლებულ ტალღაზე ამის ყველაზე მაგარი მაგალითი იყო მეოთხე პერიოდის ბოლო დასრულებამდე რო იყო დარჩენილი 5 წუთი დაფრინავდა მამუკელაშვილი და მორიგი მისი გაფრენა და რაღაც სასწაულებურთი ჩაგდების შემდეგ წუთშეშველება აიღო თუ გასულ ჯიკიჩი რო რაღაც მოეფერა მამუკელაშვილს და ამ დროს მამუკელაშვილი დასვა არ დაელოდა ისევ და ისევ ჩემი აზრით ამის ის იყო სანამ აი ეს ამაღლებულ ნოტაზე გააკეთა ისევ შესვლა ყველა შესვლა ხდებოდა ემოციურ ამაღლებულ ნოტაზე და თითქოს გუნდი აგრძელებდა ამ ერთ ტალღაზე აი ტალღა მოდის ჩამოვიდა ეს დავსვი აი თითქოს ერთ ტალღაზე გაგრძელდა მთელი თამაში ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო რომ ასე თან ამ დონის გუნდი აი ესე ერთ დონეზე მიყვავდა სულ ამ დონის გუნდთან თამაში
აქ სხვათა შორის აი მამუკელაშვილი რო შეცვალა, მან კიდევ ერთი მომენტი დავინახე ჯიგიში, რომ ჯიგიში საკმაოდ თამამი და შეიძლება ვთქვით მამაცი. მწვრთნელი, იმიტომ რომ ამის გაკეთებას სერიოზულ დიდი კვერცხები ჭირდება ბჭყალებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მან რომ რამე მოხდარიყო და წაეგო გუნდს, ნუ არ ვიცი, ალბათ ამას არაპატიებდნენ, აი ამ მამუკელაშვილის შეცვლას არაპატიებდნენ ჯიგიშმა და ჯიგიშმა ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ეს გააკეთებ, რომ თვლიდა, რომ ეს იყო საჭირო. ეს ძალიან კარგი თვისებაა, რომ მწვრთნელი არ აკეთებს რაღაცას არა იმიტომ რომ აი რაც იტყვიან მე, არამედ ის რაცაც იმ წუთას თავად თვლის რომ საჭიროა. მოკლედ რა თქმა უნდა, არასწორია და წინასწარ გეუბნებით რომ მე უკვე ვიცი რა მოხდა ესპანეთთან თამაშის შემდეგ რა მოხდა იტალიასთან, რა მოხდა საბერძნეთთან. ამიტომ ნუ ვფიქრობთ რომ მე ეიფორიაში ვარ, არა, მე ობიექტურად ვცადე რომ გამიანალიზებლებ ჯიკიჩის მოქმედება სწორედ ესპანეთთან თამაშის შემდეგ თან არა ეიფორიაში როცა ვარ მაშინ. უცებ როცა ყველაფერი უკვე ცხადია. საბოლოო ჯამში გამარჯვება დაიმსახურა გუნდმა რა თქმა უნდა მთლიანად წყინვალე იყო ჩვენი გუნდი. ჯიკიჩის თვისებებზე კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ის რომ არის საკმაოდ ისეთი მამაცი გადაწყვეტილების მიღება მას არ ეშინია და წინასწარ რასაც გეგმავს იგივე როტაციები რაც ქონდა დაგეგმილი ეს სწორი გეგმა შეიძლება აიღოს. აი უკვე თამაშის მსვლელობაში რაღაცები რო იცლება იქ რა შეუძლია ჯიკის. ამაზე უკვე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ, როცა შემდეგ თამაშებს ასე ვთქვათ, ჩაურბავდებით, ვიდრე პირველ თამაში ასეთ შემთხვევა არ ყოფილა და არ დაჭირვებია თითოეულ სამის გაკეთება. ამიტომ ეს თვისება პირველ თამაშმა არ გვაჩვენა. აქვს თუ არა აქვს და სუსტი მხარეა თუ ძლიერი მხარეა ჯიკიჩის. ზოგადად წინასწარ გეტყვით მე რომ ჯიკიჩი დიდი ხანია მწვრთნელია, ევროპაში მუშაობს დიდი ხანია. მე ჯიკიჩი მახსოვს, უბრალოდ ძალიან ზერელედ მახსოვს, იმიტომ რომ ყოველთვის ჯიკიჩი ნუ არასოდეს ჯიკიჩი მე არ მახსოვს გრანდის მწვრთნელად დაენიშნოთ და თან არასოდეს არ წვრთნიდა ისეთ გუნდებს, სადაც ქართველები თამაშობდნენ და თუმცა მე ფალს ვადევნებდი განსაკუთრებით. ამიტომ ჯიკიჩი ვიცოდი ისევაც რომ ძალიან გამოსვლილი მწვრთნელი იყო, უბრალოდ დაკვირვება მასზე არ ქონდა და ახლა ვაკვირდები სხვათა შორის, რაც მინდა გითხრა და დეტალურად ასე როგორ გითხრა, კარგად ვიცნობდი მის თოფხედველობას. მოგატყუებთ. პრინციპში ეს იყო რაც მე მინდოდა გამომეყო და განსაკუთრებით მესაუბრებ ესპანეთთან თამაშზე, ეს იყო მწვრთნელთან მიმართებაში მისი რა თვისებები დავინახე და რა აი ის თვისებები რომელსაც გაამართლა, აი სწორმა როტაციამ, სწორმა დაგეგმვამ ცვლილებებისა და აი თავი თუნდაც იმ სიმამაცემ რაც მან აჩვენა იგივე მამუკელაშვილის გამოცვლის დროს. მომდევნო ბრძოლებში რა თქმა უნდა ისე კარგად არ წავიდა არაფერი, მომდევნო თამაშებში ამაზე კიდე ვისაუბრებთ. დღეს არა, უბრალოდ ამ ვიდეოში ჯერჯერობით სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. მომწერეთ თქვენი მოსაზრებები და რა თქმა უნდა რა ხავარია მომწერეთ რას ფიქრობთ ამ წამოწყებაზე, ამ ჩემ დებიუტზე YouTube-ზე. რა თქმა უნდა მივიღებთ რჩევებსაც, განსაკუთრებით ტექნიკური კუთხით, ვინაიდან არ მაქვს გამოცდილება YouTuber-ობის, ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა თუ რამეს მირჩევთ, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. დღეისათვის ეს იყო დროებით.